თუმცა მე მაინტერესებს ახლა უკვე სკაბადონზე რა ხდება და უფრო ზემოთ უნდა აბიჭრად. გაგვაგებინე მაშინ ეს ამბავი ჩვენ. მე გაგაგებინო? კი ბატონო და მე გაგაცნობ სპორტულობებს. კი ბატონო, მოკლედ, ვინ არ უნდა გადადგას დაუფიქრებელი ნაბიჯები. ისთვის იქნება წარმატების მიღწევისთვის კარგი დღე და რომელი ზოდიაქოს ნიშნისთვისაა მნიშვნელოვანი ამ დღის 7 გარემოში გატარება. ამას ჩვენი ეზოთერიკოსი ნინა სუსლოვა გვეტყვის სწორედ ახლა. დილამშვიდობის საქართველომ დღეს 6 ივნისია. პარასკევი. დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერა და დღეს არ არის სასურველი დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა. დიდი სურვილის მიუხედავად შეეცადეთ, რომ არ გარისკოთ და იყოთ წინდახედულები. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ვერძებო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თითქოს მაინც მოგეცემათ ბევრი შესაძლებლობა, შეეცადეთ, რომ არ გარისკოთ და არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები. შესაძლოა, რომ გარკვეული შეცდომები დაუშვათ, რომელთა გამოსწორებაც მომავალში უფრო მეტად გაგიჭირდებათ. გარდა ამისა, დღის პირველი ნახევარი მეტად პროდუქტიული იქნება. თქვენთვის შესაბამისად მნიშვნელოვანი რაღაც დეტალები შეგეძლიათ, რომ დროის ამ მონაკვეთში დაგეგმოთ, ხოლო დღის მეორე ნახევარი უმჯობესია, რომ 7 გარემოში გაატაროთ. კუროებო, დღეს შესაძლოა გაგიჭირდეთ დაგეგმა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ან რაღაც მომენტში სწორი მომენტების დანახვა. შეეცადეთ, რომ დღევანდელი დღე მაქსიმალურად მსუბუქად დატოვოთ და არ გქონდეთ რაღაც ისეთი რთულად შესასრულებელი საქმეები. ამასთან ერთად შეეცადეთ, რომ მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. მაგ მიმართულებით დღევანდელი დღე თქვენთვის წარმატებული იქნება, რადგან თითქოს მეტი შესაძლებლობა გამოგიჩნდებათ, რომ რაღაც პრობლემები გადაწყვიტოთ და მოაგვაროთ. რაც შეგეხება თქვენ ტყუპებო, თითქოს ბევრი სიახლე და საინტერესო ინფორმაცია გელოდებათ, თუმცა ძალიან დაკვირვებულები უნდა იყოთ. ერთის მხრივ იმასთან მიმართებაში, რომ რაიმე არ გამოგეპაროთ და მეორეს მხრივ იმ კუთხით, რომ ყველაფერი კარგად გადაამოწმოთ, რადგან არის იმის ალბათობა, რომ ინფორმაცია, რომელიც თქვენამდე მოვა, არ იქნება ჭეშმარიტი და მართალი. მოკლედ, მეტი დაკვირვებულობა გმართებთ უშუალოდ ინფორმაციის თვალსაზრისით. კითხებებისთვის დღევანდელი დღე ემოციური იქნება. მეტი სიმშვიდე და წინდახედულობა გმართებთ, როგორც საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთობების კუთხითაც. შეეცადეთ, რომ არა იყოთ ახალი პასუხისმგებლობები, მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ დღეს ყველაფერთან მიმართებაში. რაც უფრო მეტად მოახერხებთ, რომ ემოციები აკონტროლოთ, მით უფრო მარტივად გაივლით დღევანდელ დღეს. ამასთან ერთად შეეცადეთ, რომ არ გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ფინანსური მიმართულებითაც. ლომებო, დღევანდელი დღე თქვენ საკმაოდ აქტიური იქნება. შეგიძლიათ, რომ თამამად იმოქმედოთ, თუმცა აქაც გარკვეული წინდახედულობა გმართებთ. შეეცადეთ, რომ არ გადადგათ ისეთი ნაბიჯები, ან არ იყოთ ისეთი პასუხისმგებლობები, რომელთა შესრულებაც გაგიჭირდებათ, ან თუნდაც არ ხართ დარწმუნებული ბოლომდე იმაში, რომ რაიმე საქმეს თავს გაართმევთ. ხოლო რაც შეეხება ნებისმიერ ამჟამინდელ საქმეს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ასრულებთ, შეგიძლიათ, რომ მარტივად გააგრძელოთ, რადგან წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. მოკლედ, არა იყოთ ახალი პასუხისმგებლობები და დაასრულოთ ყველაფერი ის, რაც უკვე დაწყებული გაქვთ. რაც შეგეხება თქვენ ქალწულებო, თითქოს დღეს გექნებათ რაღაც შეგრძნება, ინტუიცია, იმასთან მიმართებაში თუ რა არის სწორი და რა არა. შეეცადეთ, რომ მიაქციოთ ყურადღება თქვენ შეგრძნებებს. ამ მიმართულებით უფრო მარტივი იქნება წარმატების მიღწევა, რადგან რაციონალურობამ დღეს შესაძლოა პირიქით ხელი შეგიშალოთ. რაც მეტ დეტალებზე კონცენტრაცია შეიძლება პირიქით დამაზიანებელი აღმოჩნდეს თქვენთვის, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ინტუიციას დაუჯერებთ, შესაძლოა რომ დაინახოთ ის, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით. სასწორებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ აქტიური იქნება. შესაძლოა გარკვეული შემოთავაზებები ან რომანტიკული სიურპრიზები მიიღოთ. იყავით დაკვირვებულები და შეეცადეთ, რომ დღევანდელი დღე მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენოთ. შეეცადეთ, რომ ხელიდან არ გაუშვათ ის შესაძლებლობები, რომლებიც დღეს მოგეცემათ. მორიელებო, ფოკუსირდით კარიერაზე. შესაძლოა რომ ძალიან საინტერესო შემოთავაზებები მიიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ წინდაუხედაობა და რისკი დღეს სასურველი არ არის, მაინც საკმაოდ საინტერესო დღე გელოდებათ. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ თქვენს რეპუტაციას, რადგან შესაძლოა თქვენი წარმატება ყოველთვის სასიხარულო არ აღმოჩნდეს. რაც შეგეხება თქვენ მშვილდოსნებო, დღევანდელი დღე თქვენთვის თითქოს ჰარმონიული და პოზიტიური იქნება, თუმცა შეეცადეთ, რომ იყოთ მეტად რაციონალურები. რაღაც მომენტში ილუზიამ ან ცრუ სურვილებმა შესაძლოა რომ ხელი შეგიშალოთ და ვერ მოახერხოთ იმის დანახვა, რაც რეალობა შეესაბამება. გარდა ამისა, შეეცადეთ, რომ დღის პირველი ნახევარი შედარებით მშვიდ გარემოში გაატაროთ, ხოლო დღის მეორე ნახევარი შედარებით უფრო აქტიური და პროდუქტიული იქნება თქვენთვის. დღესკაცისთვის დღევანდელი დღე შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. შესაძლოა მოგიწევთ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, რომელთა გადადებაც უკვე არ შეიძლება. შეეცადეთ, რომ ეს ყველაფერი დღის პირველ ნახევარში მოახერხოთ, რადგან დღის მეორე ნახევარში შესაძლოა გარკვეული ცდუნებები ან შესაძლოა რაღაც გარკვეულმა დეტალებმა ან მოვლენებმა ხელი შეგიშალოთ და გეგმები შეგეცვალოთ. ხოლო რაც შეეხება დღის პირველ ნახევარს, ამ დროს მეტად პროდუქტიულები იქნებით და უფრო მარტივი იქნება სწორი გადაწყვეტილებების მიღება. მეწყვილებო, დღევანდელი დღის დათმობა კარგი არის ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ, რომ გამოასწოროთ და მოაგვაროთ ნებისმიერ
ნებისმიერი სახის ურთიერთობა, იქნება ეს მეგობრული, საქმიანი თუ პირადი. შეგიძლიათ მარტივად მიაღწიოთ შეთანხმებას და გამოასწოროთ ადრე დაშვებული შეცდომები. თუ კი რაიმე გაწუხებთ და თვლით, რომ არ იყავით მართალი, შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად გამოიჩინოთ ინიციატივა და გამოასწოროთ ეს ყველაფერი. ხოლო რაც შეგეხება თქვენ თევზზე, რომ დღეს თქვენთვის ძალიან კარგი იქნება დასვენება, ენერგიის აღდგენა. მარტივად შეგიძლიათ, რომ შეიცვალოთ გარემო, წახვიდეთ ქალაქგარეთ. შეეცადეთ, რომ დღევანდელი დღე არ იყოს თქვენთვის ზედმეტად რუტინული და დამღლელი, რადგან შესაძლოა, რომ ეს ნეგატიურად აისახოს თქვენს ჯანმრთელობაზე. მოკლედ შეეცადეთ, რომ დღევანდელი დღე მშვიდად და ჰარმონიულად გაატაროთ. ხოლო რაც შეეხება უქმე დღეებს, შაბათს უმჯობესია, რომ განვარტოვდეთ და დრო საკუთარ თავს დაუთმოთ. ხოლო რაც შეეხება კვირას, ეს დღე შეგიძლიათ უფრო აქტიურად გაატაროთ. შეგიძლიათ, რომ წახვიდეთ მეგობრებთან ერთად, შეიცვალოთ გარემო, მიიღოთ ახალი ინფორმაცია. მოკლედ, ნებისმიერი რამ, რაც თქვენთვის სასიამოვნოა და სიახლის მომტანია, შეგიძლიათ, რომ დღეს განახორციელოთ. გისურვებთ ყველას ბედნიერ პარასკევს და წარმატებულ უქმე დღეებს.